გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. სასწრაფოდ მინდა გამოვეხმაურო იმ ინფორმაციას, რომ დააკავეს რამდენიმე ადამიანი და პასუხისგებაში მისცეს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ცემა, არაჰუმანური მოპყრობა, დევნა, ყველაფერი რაც ხდებოდა სისხლიანი დეკემბრის დროს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პირველ რიგში და შემდეგ გაგრძელდა. მე ამას მინდა გამოვეხმაურო, დავიწყოთ იქიდან, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, რეპრესიების იმ მასშტაბთან შედარებით, რა რეპრესიებიც ჩვენ გვქონდა, რისი მომსწრენიც ჩვენ ვიყავით. ეს არის ჭანჭიკების გამოვლენა და დასჯა და ამას რა თქმა უნდა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რატო კეთდება ეს? არაერთხელ ვთქვი მანამდე და ახლაც ვამბობ. მთავრობა ცდილობს გააკეთოს ეგრეთ წოდებული პირუეტი. ეს სიტყვა გამოვიყენე მე. პირუეტი, მოგეხსენებათ, მიღებულია ბალეტში როგორც ფორმა, ეს გარკვეული ფორმის ტრიალი და მე მგონი სიმბოლურად აქ ეს ტერმინი გვადგება. რა არის ეს პირუეტი? მთავრობა ცდილობს ნელ-ნელა საერთაშორისო დონეზე შეცვალოს საკუთარი რეპუტაცია და შეარბილოს საკუთარი პოზიციები. ეს ძალიან დიდი ხანია ვთქვი. ეს გამოიხატება იმაში, რომ გამოცვალა დასანქცირებული თანამშრომლები, მოგეხსენებათ, რომ თითქმის ყველა პირი, რომელიც იყო დასანქცირებული, მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ პროკურატურაში თუ სხვაგან გაუშვეს თანამდებობიდან. ანუ გარკვეულწილად ის სისხლი, რომელიც ვიღაცას ჰქონდა ხელებზე, ეს სისხლით იყო ჩამობანილი. გარდა ამისა, მთავრობა ეცადა თავისი განცხადებებით, აი თუნდაც ახლახანს ნორმალური პოზიცია გამოეთქვა უკრაინის მიმართ და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ 2 წლიანი მისი გინების შემდეგ. ის სატელეფონო ზარები, რომელიც გაისმა საქართველოდან უკრაინაში, ასევე ამის დასტურიც არის და ის შერბილებული რიტორიკა, რომელიც ჩვენ მთავრობას აქვს და ბევრი სხვა ფაქტი გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს ამ პირუეტს, ანუ ცვლილებას საკუთარი საერთაშორისო პოზიციისა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ვთქვათ, რომ ამას რეალურ შემსუბუქებასთან თქვენი მდგომარეობის არაფერი არ აქვს. რეალურ მართლმსაჯულებასთან არაფერი არ აქვს. საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება რთულდება ყოველდღე. საარსებო კრიზისია ჩვენს ქვეყანაში, თქვენ ჩემზე კარგად იცით და ქვეყანაში ცხოვრება ზვირდება, უსაფრთხო არ არის, არავინ დაცული არ არის, კრიმინალი თარეშობს და მკვლელობები ძარცვა და ცემა არის ყოველდღე, ჩვენ დაცულები არა ვართ. ამიტომ ეს სიმბოლური ნაბიჯები, ეხლა 2 ადამიანს დააკავებენ, 3 ადამიანს დააკავებენ, დაკითხვაზე დაიბარებენ, ეს სინამდვილეში შინაარსობრივად თქვენი და ჩვენი მდგომარეობის ცვლილებას არ ნიშნავს, ჩვენო მეგობრებო. ცხოვრება საქართველოში კლავაც რთულია, კლავაც საარსებო კრიზისია. აი დღეს რა მოხდა? დღესაც კი ყველას, ვისაც აქვს იპოთეკური სესხი, ეს სესხი საქართველოში გაუწვირდა. ეს არის 100,000-ობით ადამიანი, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთი აუწია ეროვნულმა ბანკმა, იმიტომ რომ ცხოვრება საქართველოში გაძვირდა. თუ თქვენ გაქვთ სესხი, თქვენ ეს სესხი გაგიძვირდათ რამდენიმე მეათედი%-ით, ისე რომ მოგივიდათ მხოლოდ SMS შეტყობინება, ესეც რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების წინააღმდეგია და ჩემი პრიორიტეტია. ამიტომ რეალურად ამას კავშირი რეალობასთან, ჩვენი ცხოვრების ცვლილებასთან არ აქვს. თუმცა რატო ხდება ესეც უნდა ვთქვათ. იმიტომ ხდება, რომ მეორე ფლანგი, ევროკავშირის ფლანგი ახლა გაძლიერებულია. უნგრული გამარჯვების შემდეგ ევროკავშირი გაძლიერდა, ის ერთიანია. ევროკავშირში ის ხმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პირადი სანქციების დადებას ოლიგარქებისთვის, მინი ოლიგარქებისთვის, სისხლიანი პირებისთვის, ეს ხმა აღარ არის. ვიქტორ ორბანი აღარ არის
და ახლა არის თავიდან ბოლომდე ვეტოს ხმის გარეშე მთლიანად ევროკავშირი. ანუ ევროკავშირში რუსულ ინტერესებს იცავდა ხოლმე ვიქტორ ორბანი, როგორც იცით, იქ იყო არჩევნები, აირჩიეს ახალი ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ერთიანია. ამიტომ რა არის მოსალოდნელი? მოსალოდნელია პირადი სანქციები მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი ქონების მიმართ, მისი საკუთრების მიმართ, მისი ბიზნესების მიმართ. შეხედეთ აბა ბიზნესმენებს, მათ საქართველოში არ უნდათ ევროპა, თორე სახლები ძალიან კარგად აქვთ ევროპაში, ძალიან კარგად აქვთ ბიზნესები, ძალიან კარგად აქვთ ევროპული ბრენდები თვითონ ნაყიდი. ძალიან კარგად თანამშრომლობენ ევროპულ ბიზნესებთან, მათ უნდათ ევროები, მაგრამ არ უნდათ ევროპული სასამართლო. ეს არის ქართული ბიზნესის ამბავი. ამიტომ ეხლა ვითარება ცოტა გაუარესებულია ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და ეს ნაბიჯები არის შესაბამისად სიმბოლური ნაბიჯები, რომ აი ვიღაცას ვიჭერთ, აი ვიღაცას გავასამართლებთ. რა უნდა მოხდეს? ესენი უნდა გაუშვათ და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სერიოზულად და ძირეულად აღდგეს სამართალი ჩვენ ქვეყანაში. ესე არა. სასამართლოს გარეშე არაფერი არ შეიძლება. თქვენთვის, ჩვენთვის არაფერი არ შეიძლება 4-5 პირის დაკავებით. იმ სისტემის დანგრევის გარეშე, რომელიც არის დღეს, რომელიც ზის იქ შესაბამის შენობებში, ამ სისტემის დანგრევის გარეშე არაფერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟია. აი მაკიაჟია, ფერუმარილია, რომელსაც ადამიანი თავის თავზე წაისმევს, მაგრამ ძირეულად ვერაფერს გაასწორებს. ესენი უნდა გადავირჩიოთ ჩვენ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და გარდა ამისა, მე ისეთი რეფორმები უნდა ჩავატაროთ, რომ სისტემა შევცვალოთ. კორუმპირებული, გაზულუქებული, უფასო სასადილოების, ბაღების, სკოლების რემონტის ფულის მჭამელი ადამიანები უნდა გაუშვათ თავის ადგილას. თავის ადგილას, რასაც იტყვის ჩემს მიერ გაკეთებული სამართლიანი სასამართლო. აი ასე. ამის თქმა მინდოდა, დიდი მადლობა ყველას და დროებით გამოვყევით, რა თქმა უნდა, მე ვხედავ სხვათა შორის, რომ ბევრი უყურებს ჩემს გვერდს, მაგრამ გამოწერილი არ აქვს, გთხოვთ გამოიწერეთ და გადააზიარეთ, ეს არის ჩემი საქართველოს პოლიტიკაში ერთადერთი დამოუკიდებელი და სუფთა სახის პოლიტიკურ პარტიებში სახის მხარდაჭერა. დიდი მადლობა.